ეხლა მინდა გესაუბროთ კიდე ერთ საკითხზე, რომელიც წინა კვირასაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის ადამიანი სტუმრად იყო ჩვენთან ჩამოსული და სტუმარი რო აქ იყო არ მინდოდა მეთქვა. ეხლა რასაც ვიტყვი იმას. ათონის თვიდან იყო ჩამოსული ერთი იღუმენი, არქიმანდრიტი, მონასტრის წინამძღვარი, რომელსაც რამდენიმე დღიანი პროგრამა ჰქონდა, ხვდებოდა ადამიანებს, ქადაგებდა, ამას გადასცემდა ტელევიზია, მთელი ამბები იყო ატეხილი. ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანს, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. ამიტომ უფრო გვიმძიმს ამის თქმა. მაგრამ აუცილებელია რომ თქვათ. მიახლოებით 8 წლის წინ, 7 წლის წინ ამ ადამიანმა თავის მონასტერში გააკეთა განცხადება. ინტერვიუ მისცა, მას გვერდზე უდგას ნამდვილი ჭეშმარიტი მწყემსი უკრაინის ეკლესიისა, მიტროპოლიტი ონოფრე და ამბობს ძალიან თბილად საუბრობს ამ მიტროპოლიტზე და ამბობს რომ ათონისთვის მეგობარია ეს ადამიანი, ეს არის ნამდვილი წყემსი. და ამბობს რომ ლოცულობს ევედრება ღვთისმშობელს რომ უკრაინაში იყოს შვიდობა და ყველაზე მეტად ხას უსმევს იმას რომ მთელი უკრაინელი ხალხი უნდა შეიკრიბონ მიტროპოლიტი ონოფრის გარშემო იმ ეკლესიაში რომელსაც წინამძღვრობს ის და ამბობს ასეთ რამეს რომ ამას ვამბობ იმიტომ რომ მხოლოდ იქ არის ცხონება. მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, ამას ვაკეთებ იმიტომ რომ იქ არის ჭეშმარიტება, იქ არის მადლი სულიწმინდის, იმიტომ რომ უკრაინაში იყო რამდენიმე სქიზმატური დაჯგუფებაც. ამას ამბობს 7 წლის წინ. 6 წლის წინ ამ თქმის საუბრიდან 1 წლის მერე სოფლიოს პატრიარქმა უამრავი ფიქრობს ასე და ჩვენც ისე ვფიქრობთ, უკანონოდ გამოარჩია მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც იყო განხეთქილებაში, სქიზმატი, იმას გადასცა ტომოსი და თქვა, რომ ეს არის ეკლესია და მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც მანამდე მოღვაწეობდა, ეს არაფერი არ არის. კანონგარეში გამოაცხადა. ხო ის აუცილებლად. ეს არქიმანდრიტი მიდის სქიზმატი მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაციაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ღმერთს უყვარს, მაგიტომ ავად გახდა. იქ ჩასული ვერ დაესწრო ამ ზეიმს ჭალებში. თვითონ წავიდა შვეიცარიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, მაგრამ იქ დატოვა თავისი მონასტრის წარმომადგენელი. ეს არ შეიძლება. ამას შემდეგ ნელა-ნელა მოყვა ასეთი ამბები, რომ სქიზმატების შეშობა დაიწყო თავის მონასტერში. წირვა ჩაატარებინა. მერე როდესაც უთხრეს, რომ ესეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა, თითქოს ასეთი რამე თქვეს, რომ ის ოდიკი, რომელზეც წირეს სქიზმატება, დაწვეს. მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ უკვე მსახურებაზე შეიკრიბნენ ერთად. მაგალითად, ქსენოფონდის მონასტერში 2023 წლის 15 ოქტომბერს ოდიკიტრიას ხატის დღესასწაულზე, აი ჩვენთან რო არის ხატი შემოსასვლელში, იმ ხატის დღესასწაულზე იქ იყვნენ თანამწირველები, ეს განხეთქილებაში მყოფი ხალხიც, ეს არქიმანდრიტიც, სხვა არქიმანდრიტებიც. და როდესაც გადაიღეს ფოტოები, იმ ფოტოზე არის ერთი საოცარი ამბავი. ეგრეთ წოდებული მღვდელი ვასილი ლილო. ეს განხეთქილებაში მყოფი მღვდელი არის, ეკლესიებს არბებს უკრაინაში. მღვდლებს წყლის ტაძრებიდან ცემენ, აწამებენ. აი ამ ადამიანებთან ერთად იღეს ფოტოებს. ხლა მე მებადება კითხვა. 7 წლის წინ თუ ეს კაცი იყო ჭეშმარიტი მწყემსი უკრაინის ეკლესიისა. დღეს ამ არქიმანდრიტს
რატო აქვს უცნაური პოზიცია და რატო მეგობრობს სიმხალთან, ვინც არიან ონოფრეს დევნელები. უნდა ითქვას ასევე, რომ უკრაინის ეკლესიამ აი ონოფრეს ნამდვილი ჭეშმარიტი ეკლესიის მეთაურები შეიკრიბნენ 22 წლის 27 მაისს და გამოაცხადეს, რომ რუსეთის ეკლესიას გამოეყვნენ. აი ჩვენ 1917 წელს ხო გავაკეთეთ ეგ და გამოვიდა საქართველოს ეკლესია. ეხლა ამათმა გააკეთეს. ანუ ვერც იმას ვეღარ ეტყვიან, რა თქვა ჩვენ რუსეთის კაცი ხარ და რაღაცა. და პოლიტიკური მიდგომა არ შეიძლება თან ეს მეგახსოვდეთ. კაცი შეაბერდა უკრაინის ეკლესიას და იქ დაბერდა და ასარითმეს, აი ქუჩაში რომ დადეს ვიღაც აი ჩვენთან ჭინკები რომ დარბიან რუსთაველზე ესეთები რაღაცებს შეურაცხყოფებს აყენებენ ამ პატრიარქს ასარევნე ითმეს კაცი ესეთ ღვაწია. ეს არქიმანდრიტი არაფერს აღარ ამბობს. გაჩუმებულია. პირიქით იმათთან ერთად იღებს ფოტოებს, ვინც მას დევნიან, ვინც ძველ მეგობრს დევნიან. ეს ცოტა უცნაური ამბავია. სწორედ ამიტომ კურცმელად შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს არ არის ორი სექცია. თან იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ეკლესიას უქადაგებს. 5 დღე ქადაგებდა. ახლა მეორე საკითხი ავიღოთ. უფრო რთული ამბავია. ეხლა 25 წლის 4 ივლისს ათონისთაზე ჩავიდა უკრაინის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. კაცი, რომელმაც 2024 წლის 15 თებერვალს მიიღო კანონი ერთსქესიანთა ქორწინების და ამათ ვარო ბავშვები ისვილონ. ეს ადამიანი მიიღო ამ არქიმანდრიტმა მონასტერში როგორც მეფე. არც მეტი და არც ნაკლები, როგორც მეფე. მე შევსრები ვარ, როგორ ხვდებიან ათონისთაზე ეპისკოპოსებს, პრეზიდენტებს, ზუსტად ესე მიიღეს. შემოსილები ზარზეებით შეაწილეს კაცი ტაძარში და უგარობეს მრავალჟამიერი და ასე შემდეგ. ეხლა კითხვა მებადება აი გულწრფელად. ყველა ბერი ათონისთაზე არის ქალწული. მით უმეტეს ვინც სოლიანია, ისინი არიან ქალწულები. კაც თუ აღას გავში აქვს შეცდომა ჩადენილი, არ ეკურთხებენ. ქალწული ადამიანი იღებს იმ ადამიანს, რომელიც მთელ ქვეყანაში ქადაგებს გარყვნილებას და არაფერს არ ეუბნება. ეხლა შეიძლება ჩვენ გვითხრა რომ იცით რა, აი ცალკე ოთახში რომ დაждდნენ იქ უთხრა რომ ესე ნოიქცევი რა რაღაც მეგობრულად, ეს არ შეიძლება. როცა კაცი საჯაროდ რამეს აშავებს, მისი მხილებაც უნდა იყოს საჯარო და მისი აღიარებას დანაშაულის უნდა იყოს საჯარო. ეკლესიის ისტორია მიცის ასეთი მაგალითი იყო წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიონალელი. ეხლანდელი მილანის ეპისკოპოსი იყო, უხრწნელია მისი ცხედარი, მე მადლობამაც ჰქონდა საშუალება რომ მოვილოცე ეს წმინდა ადგილი. იცით რა გააკეთა? თეოდოსი დიდიმ იმპერატორმა, როცა ტყუილად დახოცა თესალონიკელები, ტყუილად რო ჩავიდა ტაძარში, რომ უნდა შესულიყო, არ შეგვიშვა. მეფეს დაადო კანონი. მეფემ რო შეასრულა სასჯელი, ხოლოდ იმის მერე გახადა ღირსის ზიარების და მეფეები საერთოდ ეზიარებიან საკურთხეველში. ერისკაცებთან ერთად არ ეზიარებიან, იქ ეზიარებიან. აღარასდროს უზიარებია საკურთხეველში, ყოველთვის აზიარებდა ერისკაცებთან ერთად შუა ტაძარში. აი როგორ და მოიქცეს წყემსი. საერთოდ ათონისთაზე ადამიანები თავს იწონებენ, რომ ჯვარს არავის წერენ. ათონელი ბერები, მღვდელმონაზვნები, ეცალენ ჯვარს არ წერენ. აი იტყვის, რომ 35 წელია მღვდელი ვარ და ჯვარი არ დამიწერია და ეს არის ღვაწლი, რომ მე რო ავირჩიე მონაზვნობა, ამ საიდუმლოს არ ვატარებ. ჩაატაროს ერის მღვდელმა. აქ ჩამოსულია ეს პატივცემული არქიმანდრიტი და შეხვედრას აწყობს მღვდლის ცოლებთან. რაზე უნდა ელაპარაკოს მღვდლის ცოლებს? რა გამოცდილება აქვს? ხლა იესოს ლოცვაზე რო ჭკუა დაგვარიგოს ვისაული თქვათ. ცოლი არ ყოლია? არ იცის არაფერი.
საერთოდ ათონელი მამები ამბობენ, რომ ქალს არც კი უნდა ელაპარაკო. ახსარებებს ერის დლებისგან შააბარეთო ქალებს თვითონ არ იპარებენ. ეს კიდე დგას და ესაუბრება უდლისოლებს. ეს წინა ჩამოსვლაზე გააკეთა. კიდე ერთი საკითხი. ჩვენი ეკლესიამ, მართლმადიდებელმა საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა კრეტის კრებაში. სოფლიოს პატრიარქმა ჩაატარა კრება, რომელიც იყო შეიძლება ითქვას ავაზაკთა კრება პირდაპირ. და ჩვენ მონაწილეობა არ მივიღეთ, იმიტომ რომ თვლით რომ ეს კრება არის მიუღებელი. ამ კაც ამ კრების შესახებ არაფერი არც უდი უთქვა არც კარგი. ცოტა უცნაური ამბავია, ნახეთ. უკრაინაში რომელ ეკლესიასაც ვაღიარებთ, ეს მეორეს აღიარებს. ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხალხი ამბობს, რომ უზნეობა არ შეიძლება, ეს არზე იმithდება თავის იქაურ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ერთსქესიათა პირველი მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვის დააკანონა, ის კაცი მიიღოს არზე იმით. და რა უნდა, რისთვის შემოვიდა, ვერ გავიგე. თან იმერიდება ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მე იმაზე ვიდარდებ, რატო არ ვთქვი მეთქი და. როგორც პატრიარქი აქ ისე იქცევა. აი წესით როგორც პატრიარქი იქცევა და ის გარშემოა შეკრებილი მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, სამღვდელო, ესე დადის ეს კაცი და ყველა უყურებს თვალებში. სტუმარი კაცი მასპინძელივით იქცევა. ათონის თაზე ყოველთვის თავს იცით იწონებენ ათონელები, აი თავდაბლები. სადაც ჩანს ამ კაცის თავდაბლობა? მიტროპოლიტი ჩუმოთარიეს ლაპარაკობს. მეორეგან მიტროპოლიტი ჩუმოთარიეს ლაპარაკობს. ამიტომ მის ჩამოსვლას ჩვენ არ შევაფასებთ, რომ კარგი რამე მოხდა. ბევრმა მოძღვარმა თქვა, მეც ვიტყვი მათთან ერთად. რისთვის არის ჩამოსული, ჯერ ვერ გავიგეთ. კიდე ერთი რამე მინდა ვთქვა. თავს იწონებდა, რომ ათონის თაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევა შეასრულა და ტარდება ქართული წირვა. აი პირველად ჩვენ მონასტერში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენი ქართველებიც ყველა იგი მიდიან და იქვე ახლოს არის სიმონა პეტრაში კელია ქართული, სადაც უწესიერესი არქიმანდრიტი გრიგოლი მსახურობს, ქართულად ატარებს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც წესი და რიგია და საერთოდ არ ახსენებს. თითქოს ხო იქ არაფერს არ აკეთებს. ამიტომ აი ყველაფერს ვყვები, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ მარტო ნათქვამზე რა ჩამოვიდა ერთ-ერთი მთის დიდი მონასტრის არქიმანდრიტი და რაღაცა დავწავთ ყველამ დაუჯეროთ. ყველა მოусმინოთ, ნუ აჩქარდებით. საქართველოში მე ვფიქრობ, ბევრად ღირსეული ადამიანები არიან, ვინც ქადაგებს და ვინც მოღვაწეობს და ჩვენ იმათ არ უსმენთ სამწუხაროდ და რაღაცებს ვეძებთ რაღაცას. თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო, ესე გამოგდის რა. ცოტა უნდა ყურადღებით ვიყოთ. მრავალშვილიანი ოჯახის სასულპირებლები დააჯილდო 10 შვილზე მეტი ვისაც ყავს. აი მაგ ჯილდოს რო კაც გადასცემ, მინიმუმ ის კაცი არ უნდა ყავდეს მიღებული მონასტერში. შენი პრემიერ-მინისტრის არზეიმით. და თუ ის მიიღეს და შეგწყვეს და ეს აღარ უნდა გააკეთოს.